სიყვარული რა არის შენთვის? ოღონდ ზურგის ფხანაო არ მითხრა, როგორც გაქვს ნათქვამი. და რამდენჯერ შეიძლება მოვიდეს ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში? ჩემი აზრით ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის შემოქმედება და ღმერთი არის თავისუფლება. აი ეს დიდი რაღაცა არის რა, ღმერთი ერთიანობა ეს არის რა და იმიტომ რომ ღმერთი აუცილებლად თავისუფალ არჩევანზე დგას. ქრისტე რო გავიდა უდაბნოში და მაცხოვარი უდაბნოშია და ეშმაკი თავაზობს 1000 რამეს, ის თავისუფლად ირჩევს, უარს ამბობს ამაზე და თვითონ ირჩევს მერე სიყვარულს და შემოქმედას სამყაროს შემოქმედი ღმერთია რა. და ადამიანის ცხოვრებისაცაც მაგაშია რომ იყოს შემოქმედი, იყოს თავისუფალი და აი ამ თავისუფალი შემოქმედების შედეგად უყვარდეს. რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადრე? მაგის თქმა ძალიან რთულია. რამდენადაც თავისუფალი და გახსნილია? მაგის თქმა ძალიან რთულია, იმიტომ რომ მე მაგაზე კარგ არბიტრად ვერ გამოვდგები. ამას პირდაპირ გეტყვი, იმიტომ რომ მე ახლა ძალიან კარგი ოჯახი მყავს, ძალიან კარგი იმაში ვარ, მაგრამ მოხუცებულობაში პრაქტიკულად როგორც იტყვიან, მივახციე ამას. მანამდე ვერ მივახციე, იმიტომ რომ ეს ჩემი ბრალი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდი და მოგეხსენება ბოჰემური ხალხი როგორც ცხოვრობს და რანაირადაც ცხოვრობს. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარული აკეთილშობილებს ადამიანს